guys, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, ჩემო მეგობრებო. რა ვახართ, რა შეგიტყვათ, მაგრამ ისე World War Polygon დაგიბრუნდით, რადგანაც Steel and Flash-ში ვიდეოს გავთამაშობდი. რუსებს გაიბრუნოთ რა რამოდენიმე ტერიტორია წავართვი და ეხლა ისეთ სიტუაცია, რომ მარტო გვაქვს დელს სულთანთან თუ დელს დინასტიასთან ომი, რომელიც არის ჩვენგან სოფლიოს მეორე მხარეს. და გამოდის თითქმის მშვიდობიანი პერიოდია რა და ეგეთი მშვიდობიანი პერიოდში რა გადავიღო, არ ვიცი. ამიტომაც მე არ ვაპირებ ომის გამოცხადება ჯერ. მე ჩემნია ჩემ ჯარს მივხედო შევავსო 1000 კაცამდე ჯერ კიდევ ვერ ავწიე. 700 რაღაცაზე ვარ და მალე 800-მდე ავწევ ხო. ხო და მირჩენილი მაგ მშვიდობიან პერიოდში ეგ გავაკეთო. ეგრე ჯობს და იმაზე თუ ვიღაცა ელოდება Europa War 7 Medievals, აი მაგის გადაღება ყველაზე ანუ ვთქვა არ მინდა რა მაგის გადაღება, იმის გამო რომ ძალიან ნელი თამაშია, ნელი თამაში მხრივ ვიძახი რომ შენ რო ანდო ვიღაც შენსვლებს 5 წუთი გააკეთო და შემდეგ უნდა დაელოს ხვისლებს 5-10 წუთი და იჯდა უბრალოდ არაფრის კეთებაში. აი მაგას ვსახე ნელი თამაშია მეთქი. და მაგის გამო მეშლება ხოლმე ნერვები რა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ვზივარ უბრალოდ და ველოდები, ამით უმეტეს ყველაზე მეტ ვერ წავ ლოდინს და რაღაცას რო ვეძებ ხოლმე რა. ხო და მაგის გამო ეხლა დიდათ ვერ გეტყვით მაგის გამო რომ მაგის გამო რა ხო მაგის გამო მალ ვერ გადაგიღეთ ხოლმე, მაგრამ ცოტა რომ შევისვენო ხოლმე, თორე ისე ნერვებზე ამთხრის ეგ თამაში. თორე ისე ყველაფერი ძალიან მაგარი თამაშია, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება სალკე მისიები გაიარო და რაღაცეები და სალკე რაღაც თემა მოხოდო, შეიძლება ეგ რუკებზე ითამაშო. მოდ ეგ გაქვთ გამოსასწორებელი სწრაფი თამაში უნდა მოხოდონ რა. გავითვალისწინებ შემდეგში მაგას. მაგიტომაც გადავწყვი ხლა World War Polygon-ი მეთამაშა და ვიდეოს გარეთ კიდევ ცოტა მეთამაშა, ჯარები ამევსო, რაღაცეები ჩემი ხალხი უკვე ძალიან დასტებულია, იმიტომ რომ ომებში ყავის ჩაფულები. და ეგენი მოვაგვარო რა უცებ და რატომაც ხმა კიდე შემეცვალა. ბოდიშით რავი ეგრე აჯობებს იმენ რა ვქირო. მშვიდობიან პერიოდში რავი არაფერია გასაკეთებული. უბრალოდ ერთი ეპიზოდის დროს დავკარგავ და პოსტი დავდე და მარტო 80 ადამიანოვან არა 85 ადამიანოვან ახლა ეგ პოსტი. მაინტერესებს რა, ანუ როდეს მოვჩები ან ერთ თამაშს World War Polygons რა ქვია ესა Europa War 7 Medievals, რომელიც არ მგონია მოვჩები ყველაზე პირველი, ან Steel and Flash-ს მოვჩები, მე ვაპირებ გადავიღო ახალი თამაში. და დავწერი იქ რა თამაშების გადაღება მსურდა. და თქვენ რომელიც მოგეწონებათ, იმას გადავიღებ მეთქი. და რამოდენიმე კი ერთმა დამიწერა რომ Pirate of RPG გადაიღეო. Pirate of Flag RPG გონი ეგრე ქვია. და ერთმა დამიწერა საერთოდ სურივალი გადაიღეო, გადარჩენის თამაში და გარჩენაზე ხარ ორიენტირებული. და კატეგორიებში განმეწერა, მაგრამ თუ სურივალი გნებავთ, კი ბატონო, მე ეგეც მაწყობს მე, იმიტომ რომ ეგეთი ჟანრიც მომწონს მე და კაი თამაშები აქვს. მაგალითად ადრე დამიწერა ერთმა ჩემმა გამომწერმა რომ ოქსიდი გადაიღეო, არის სურივალ ჟანრის თამაში, როგორც ვიცი. გრავი თუ კიდე აქ არის და მისმენს, თუ გადავიღე სურივალ ჟანრი, გადავიღე მოქსით და მითხრა რომ ჩემთან ერთად თუ შეგიძლია ითამაშო. თან არ ვიცი მაგ თამაშის ახლა რაღაც სეტინგები, რაღაცეები რა როგორ ხდება და მასწავლე თან და შეგვიძლია ერთად გვეთამაშა.
იმიტომ რომ მე დიდი ხანია ვთამაშობ, მაშინ ეგრე მითხრა და შემიძლია გასწავლ რაღაცები და გეხმარო. აი ახლა რა ხდება? ეს მეჩინგან? გაჩი არ დაიხილო კაცო. ისე მორჩით. ამ ლაპარაკში ორი მისია ისე შევასრულე თუ ვერც მივხვდი. რავი, ეგეთი გეგმები მაქვს რა, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, ადრეც მაქვს ეს ნათქვამი, მაგრამ ვინც არიცით და ვინც არ გაქვთ ჩემი ძველი ვიდეოები ნაყურები და გაგებული, გეტყვით რომ არ შემიძლია რა ვითამაშო რაღაცა თამაში, ანუ ერთი და იგივე თამაში სამუდამოდ რა. Silent Flash 2 YouTube-ზე რაც მოღვაწეობ, 3 კამპანია მაქვს უკვე გაკეთებული, ერთმანეთზე გადაბმული. და მომბეზდა ახლა Silent Flash 2-ს და მაგის გამო ახლა თავიდან ხო რაღაცა მუხტით ვიწყებ, მაგრამ მე უკვე ვეღარ რა, ეგრით მუხტით ვეღარ აგძლებ, როგორც თავიდან იყავი. რაო ამან. Enemy soldier, grenade 3, pistoldan revolveri. მეც რამდენიო? 5. კარგი. დავიდით. გრენეიდ მოგამიყენო 3 წელი. კაი, გასაგებია. პისტოლეტით მოკლავ ან რევოლვერი. მე თუ ჩემო მozახუთ ლეველიანები არიან ტიპები. ამ თამაშის შესახებ ის ვიცი რომ ბოლო ბოსი რამდენი ლეველიანია თქვენი არით გამოიცნოთ რა. აი ამ თამაშის ბოლო ბოსი არის უგაიგოთ ლეველი პირდაღებული დარჩებით. აი ესე ამ ლეველის მიხედვით მივხვდებით რა ძლიერია. რაღაცები რომ გავარკვიე რა. ესენი როგორ დავარდნენ ეგრევე ძირს? აუ დამავიწყდა გრენეიდის გამოყენება. აი არა უშავს. ამ პისტოლეტის არ მომწონსო. მოგითხრა მომწონსო რა სიზავ. დამაყოვნებ მანდ. ეს შედი არ მანდა რა. შეაკეთე. ამაგას აჭირდება გასჭირ. შეაკეთე. არმორებში. შეაკეთე. ესა კარი შეკეთებულია, კაი. აქ რა ხდება? მოვშენები არ გვინდა, გრენეიდი, კაი მომად გვაქვს. დალში არაფერიც არ გვინდა. ფული არ აქვს, თორე გავაძლიერებდი რაღაცებს. აი ამას დიდი სამუდ გავაძლიერებდი. კაი. კარგი. იდი ეგრე. მეტად ბაიფათი. ეს ნაწილები აღარ აქვს. უზდათ ისა მოსკლავიანია ტიპი მაგიტო ეგეთლიერი. ბაზარი არ არის. search for მინდა ამ ეპიზოდში მივიდეთ ბოლო ბოსამდე. რა ხდება კაცო? ხელი დამეჭირა, ხო? უეჭველი მინდა მივიდე ამ ეპიზოდში ბოლო ბოსამდე. 26 თუ 27-ია. სამასებს უტყავ ახლა ჰეჩოტებს. ძალიან 60-ებს უტყავდი. ეს ლოგიკურიცა, ანუ იარაღის შეკეთება რო არის რა. მუდმივ გამოყენებაში ანუ რაღაცა მოუვა დეფექტი გაუჩნდება იარაღს. და ამის გამო წარმარა უნდა მოუვარო.
საწავიდა. რა მაგრები ხართ ბიჭო? არ მაინტერესებს. ამიო და წავიდეთ. ძალიან ბევრი ხო არა ხართ, ა? ნეგარი. არა შეგამოიყენე იმედი გენე იბადონო, არა გამიყენე მეთკიტი. კლიენტების გამოყენება შემეძლო. ტყვია არ მომხვედრია და მეთკიტი ას უნდა გამიყენებდა. 26-ზე ყოფილა დაში. 21-ზე ავედით უკვე ბაზარი არა მიდი უცებ. ანუ აი თამაში ეს რო გითხრათ. ეხლა თავის გრაფიკაზე ანუ იმ ადამიანს ვინც გრაფიკაზე იყოს, ცუდი გრაფიკა აქვს, დაბალი გრაფიკა აქვს. არა, გრაფიკა დაბალი არ აქვს. არც ცუდი თამაში არ აქვს. შეიძლება არ მოწოდოს ეს ჟანრის თამაში, კი ბატონო, მაგის გამო თუ ცუდი თამაშია, კი ბატონო, ეგ თავის გადმოსახედიდან იძახს მაგას. არა ზოგადად ცუდი თამაში. შეიძლება ზოგადად ცუდი თამაში უკვე სხვა რამეა. ეს კაი თამაშია რა. და გრაფიკაც კიდე თავის თამაში, ანუ სტილის გრაფიკა აქვს რა. სპეციალური სტილის გრაფიკა, იმიტომ რომ The Walking Zombie-ში ზუსტად ანალოგიური გრაფიკა, რადგან ამ კომპანიას აქვს ასე სტილი შექმნილი, თავისი სტილი. რა გინდა? არის სოლდერი. სად არის კიდე ერთ სოლდერი? აუ. სამოთორი თვითონ ამ კომპანია აქვს ასე სტილის თამაშები რა. და ეგ ამ თამაშის ნაკლი არ არის. არ გიყო 45 ლეველიანი ტანკი. არა როგორც ასე 270 ეხლა ჰეჩოთ წენა 300-ს ვიტყოდით. ეგ არის ეს მისიაც მორჩა. მაგრამ დიდი დრო დავკარგე მანდ. იმიტომ ვერ გავიგე თავიდან უნდა გავაკეთებინა და თურმე ერთი კაცი იყო. ყოლია მოსაკლელი. რა იმას არ ვკითხულობ ხომ ზევით მისია რა მოქვს. მეზარება ხომ ესე ვარ გითხრა წაკითხო. სნაიპერების ანუ იქ დავდგე ხლა სადაც ბოლოს გავაჩერა და მან ალბათ სნაიპერთან ჩაუსატყავდე მაგ ბიჭებს. როგორც თქვი. ან ცოტა ტიმდა დაუსული იყო ვითო. მოდი ასე შემოდი. წადი ეგრე მიდი. ვიცი ახლა რაც უნდა გავაკეთოთ აქ. უკან აქ უნდა ჩაუსატყავდეთ სნაიპერით. ფოტკი. ასე უნდა აქედან უნდა ამოხოცოთ რომ არ ამოუშვათ რა. რა ხდება სად არის? ჰედშოტი გაგარტყით ძმა. ფიზიკის კანონებს რატო არ ღვევ ას? სნაიპერი მოხვდა თავში. სნაიპერი მოხვდა თავში, ნუ არ ღვევ ფიზიკის კანონებს. ნუ არ ღვევ ფიზიკის კანონებს. არ გაქვთ უფლება მაგის. ესენ უკვე 50 ლეველიანები არის, ხედავთ? უკვე უჭის სნაიპერსაც ამათი მოკლა. პირველი ბოსი ერთ ჰედშოტით მოკლა დააუდო ეგრევე. ამ სნაიპერმა, თუ გახსოვთ. და ამათ ერთ ჰედშოტით ვერ ვაგდებთ. ანუ ისე ძლიერებიანი პირველი ბოსის დონის არიან რა უკვე.
ვაუ, მეთქი ეგადა გავარ. კაი, ავიღო და მორჩა უკვე. ბოლო ესა მეორჯერ მინდა შევხვდე რა იმას. აქ რა ხდება? კაცენია თუ დაიწყო. მოდი უყუროთ. ვაი, ვერ მოვასწარი. Nice place. ისენე ვიჭიბო? ოპაც. დავსკიპო თუ კი აღარ არის. დაბომბეს უბრალოდ. World War Polygon. ჯერ არ გამივდია? როგორ არ გავიარე, ამ დროს გავიარე. არა, ის გავიარე პირიქით. კაი, წამოუცებ. მოვასწრებ კაცო. ვასწრებ რა, აბა რას ვიზავ. ვა. რას ვეძებთ ნეტა? მესამე ოთახით შევმოწვით, აქაც არაფერია. მეოთხე ოთახით შევმოწვით, აქაც არაფერია. რა გინდა ცუგა, რა გინდა? ვიპოვეთ. კაი, აქ მოჩა ეს ჩვენი. პისტოლეტი უნდა მოეკლა 5-ად. კიდე რა კარგადოს გადავცვალე პისტოლეტზე. კაი დრო იყო. რაღა დამრჩა, რაღაცა არაფერი, 3 მისია. და ჩაფთე პირველს მოვჩევი. ჩემი კითხვა იქნება და კომენტარში გამიცეთ პასუხი. რა ლეველის იქნება ბოლო ბოსი? და თან მიხვდები ვინ უყურა ბოლომდე და ვიდარა. სად გაისროლა ტიპი? ნახე რას ისვრის. ოპა. უკვე 60 ლეველიანები მოიხოდნენ. რა ვერ მორჩი თქვენი? ოდამიშვით
ტილერს ხელი უშვით ბიჭო. ტილერს ხელი უშვით, გაიგეთ. ტილერი დამიგდეს. ეხლა მე დამიშვები. ეგ 7 რა იყო დათენილი. კინა გამომკლეს. ეგ არ მინდა ეს მინდა. რა ბუსტი უნდა გამოიყენო, რა გაძლიერება გამოიყენო გამაგებინეთ. ოპა. ბოლოს წინა ბოსის წინა ბრძოლა გვაქვს გასავლელი ეხლა. მოცა როგორ ეუნევა? Again you to he again. რაღაცა მგზავს ეუნევა. მაგბოს. დამინდეთ თქვენ დამინდეთ. სამოცდახუთიო ყოველ შემდეგ მისცეს 5 ლეველით რატო იზრდება თქვენი დონე? აი ძალიან ბევრს გაკლებენ რა. ოპ. ფიზიკის კანონებს რატო არ ვღებთ? ფიზიკის კანონს თვითონ ბუნება არ არღვევს, თქვენ ხართ ფიზიკის კანონს გიგებთ. ფაშისტა ფარი. რა მოხდა? სად ეს? მე ვარ დებილი და ვერ ხედავ თუ რა. ტიპი როგორ დგას, ასე იდგა და იქითკენ როგორ ისროდა. გამაგიჟებს მე ეს თამაში. აპა. უი, ნაღა მომკლესო. ეგ არ მომეწონებოდა, მიდი დროზე მიდი. მეთკიტები. აქეთკენ გვერთხულდება მაგარი რა. და მოდი ახლა არ მინდა პისტოლეტი და რაღაცეები. მოკი, არ მოხდა. რა ხარ მაგნაირი? თელი აბოიმა დაგაცალე, სნაიპერის ვერ მოვკალი. შენი აქაც ყოფილან? მიდი ეგრე. კიდე მიდი. დამატებითი ძალა მოდის. მენღა მაკლით სრული ბედნიერებისთვის. რა ხდება ბიჭო, ვინები ხარ თქვენ? ფაშისტები ხარ თუ ვინ ხარ რა არის? საქმესო მიორმაგებთ. ადექი შენ კიდე. უძლივს. ბროლთ ახლა ამ ბოს ფაითისთვის უნდა მოემზადოთ, იმიტომ რომ ესენი თვალსაჩინოები არიან უკვე და ძლის უკლავდები. ბოსი რა იქნება?
უნდა დავააპგრეიდო. შევაკეთო იარაღები. ეგრე მირჩევნია. შევიდით აქ. მანდარ აქ. გავუკეთოთ რეფი არის, ფული არ მაქვს შევაკეთებ. ისა ვერ გავუმჯობესებ, მაგრამ ამას გავუმჯობესებ და გავუმჯობესებ კიდევაც. აჰა, მიდი გავუშვი 2000 მაგაში. ეგ არის 75-ზე ავიდა ეგრევე, მიდი, დემეიჯი პლუს 120. ანუ დემეიჯი პლუს 120-ია 450 თუ უტყავდა, ეხლა დაარტყავს 570. ეს ეგრე მოქმედებს. შენ არ ჭირდები, აი თქვენ სამნი ჭირდებოდით და გაგაძლიერეთ როგორც შემეძლოდა. რავი. შევაკეთოთ არმორი. შევაკეთეთ ესეც, შევაკეთეთ. ეხლა ამორში ფული არა მაქვს, ამორშიც ფული არა მაქვს. ამათ რავი რა ჭირთ ვერა არ ვიცი. ეს ზომბი მოუდი, მაგრამ ამას მე ვითამაშებ, რომ ცოტა ფული ავიღო და იარაღები გავაძლიერო. კაი, წამოვა. ამის აპგრეიდი კიდე შემიძლია 10000 უნდა. სად არის 10000 და კაი ცხოვრება? კაი, წამო ეხლა. ეხლა უნდა იყოს რაღაცა პირდაპირ კაცენს ყვა არა, ჯერნა შევიდეთ ეკლესიაში. ოპა, დაიწყო კაცენავო. ეგ არის შემოვდივართ. აბა გამშვიდნენ, არავინ არ არის. 1 2 და 3, იმიტომ მოდუნდა და ბახან. You again. ისევ შენ? ხო, you again. უეს წერან თქვი. რა გინდა? კიდე თვალი გინდა გამოგთხარო? მიდი ეგრე, მიდი. ოპ. აუ, რა ჩამცხო. ხრასი? ოპა. ფაგავატი წერან როგორც. მარტივი მოსვაითი. მარტივი ბოსფაითი ესეც რა გინდა. იარაღი ესნაიპერი ძალიან მაგარია. ერთით გავაძლიერე და მარტივად მოუღე ბოლო. ტის თავში ესრო და არ მოკვდა. გაცენა მაინც არ იყოს და ფარით მოკლე ბოლოს. მაგარი. What is this guy? Super weapon, super იარაღი. იუსი, ამის დასკივა არ შემიძლია, მაგრამ მაინც არ დავსკავდი. ოპა, შემოგვივარდნენ. ეს უკვე აღარ ვიცი. მოკალით. ჩვენიანი. ყველას დაგხოცავთ. მათამაშეთ. რატო კარგი ხარ? ყველას ამოხოცავდი, რატო გაიქეცი შენი? მაგარია რა, მაგარია, გაიქცა. თანამებრძოლი მოუკლეს და გაიქცა, თაქვთ მოგლეჯი. აი, მაგას ამომავლოდ კი მივხედავთ კაცო, არა. ვა, chapter 2-იო ეხლა შეგვიძლია ვითამაშოთ chapter 2. ეგრე გავხსნათ. 18 უნდა უბრალოდ. ოპა, და უკვე გადავდივართ აი ამ ეროვნებაზეო. და მე-6 არმიის ყევრი ვარ, stage 2 tractor plane, tractor. ეს უკვე ქალაქში რაღაცა, ვითარება ხდება.
აბა რამდენი ხანი ვიღებ? კაი, 9 საათი. კაი, მაშინ მეგობრებო, აქედან დაგმშვიდობებით. შევხვდებით ჩემს ვიდეოში. World of Polygon-ი იმედია მოგეწონებათ ეს სერია. Boss fight-ები თავიდან რაღაც სუბუქი ჩანს აქ, მაგრამ შემდეგში ძალიან რთულდება და მაგას დაგაწუნებ შემდეგ სერიებში, როდესაც იქნება boss fight-ები. ჯერ აქ boss fight-ი არ იქნება. ალბათ იქნება ან აქ stage squash-ი, ან tactic plan-ში. უფრო ვფიქრობ tactic plan-ში უოჭვერი იქნება, stage squash-ი ალბათ ერთი იქნება რა. როგორც war zone-ში იყო ერთი შეგვიძლია გაიქცა და მე ოკვირ ქალაქში დავამარცხეთ ბოლოს. ეგრე არ მგონია ზუსტად ანალოგოდ გააკეთო, მაგრამ შეიძლება ორივე მანქანა იყოს თითო boss fight-ი რა. კაი, დაგშვიდობით, შევხვდებით ჩემს ვიდეოში. აბა ჰედა აბა peace.